მე ვფიქრობ, რომ გორსჭირდება ახალი სისხლი. ჩვენ შეგვიძლია მე და ჩემს მეგობრებს, მე და ჩემს ჯგუფს რომ ქალაქს შევამატოთ ძალიან ბევრი ისეთი კარგი ობიექტი, რომელიც დაასაქმებს ხალხს. მე იმ შემთხვევაში თუ მოვალ მაჟორიტარად იქიდანაც ძალიან დიდი ლობისტი ვიქნები ჩემი ქალაქის და თუ არ მოვედი მეორე და მესამე ადგილიდანაც შემიძლია გავაკეთო ქალაქისთვის ძალიან ბევრი კარგი რაღაც. აუცილებელი არ არის რომ აუცილებლად პარლამენტში მოხვდე და იქიდან გავაკეთო საქმე. დღესდღეობით ძალიან ცუდი სიტუაცია ახალგაზრდებისთვის ქალაქში. დღესდღეობით მე ხშირ შეხვედრებს ვაწყობ ახალგაზრდებთან, მათ იციან თუ რა შემიძლია ქალაქისთვის გავაკეთო. დღეს რო გამოხვალ საღამოს 8 საათის მერე აღარ არის არანაირი გასართობი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევქმნით ახალგაზრდებისთვის ისეთ ფონს, რომ ვინც ქვეყნიდანაც არიან გასულები, თქვათ შიდა ქართლიდან არიან გასულები, ქალაქში იქნება ძალიან სასიამოვნო სიტუაცია, რომ ჩამოვიდნენ თავისი იდეები და აზრები განახორციელონ აქ. ანუ ის ფონის შექმნა შეგვიძლია ჩვენ ქალაქისთვის. მე მოვდივარ ეს ანუ უკვე ძალიან ბევრმა თქვა, მართლა სუფთა ხელებით მოვდივარ, მინდა ქალაქისთვის, მართლა ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა რომ განვითარებაში შევიტანო უდიდესი წვლილი, რაც შემიძლია და აუცილებლად გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, გავიმარჯვებ თუ არა. დიდი პრობლემა არა მარტო ქალაქისთვის, მთლიანად საქართველოსთვის არის ეგრეთ წოდებული სწრაფი ონლაინ სესხები დღესდღეობით, რომელიც არის მახრჩობელა ხალხისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ურეკავენ და 1000 სისულელეს ეუბნებიან, რომ გადაიხადოს ადამიანმა 1/5 გაზრდილი ძირი თანხა. ამას დიდი პრობლემა დღესდღეობით საქართველოს არ აქვს და პირველ რიგში ჩვენი პარტიის მოსვლის შემთხვევაში ჩვენ ამას აუცილებლად გავაუქმებთ კანონმდებლობით. ესე იგი, მთავარი კანონი უნდა მივიღოთ, გორი და გორის რეგიონი არ გამოიყოფა ერთმანეთისგან და ვფიქრობ, რომ მიწის კანონი უნდა იყოს ისე, რომ ქართული მიწა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების მარტო და ჩვენი მიწით ჩვენ შეგვიძლია მთლიანად საქართველოს შევინახოთ. არა მარტო გორი და გორის რეგიონი, მთლიანად საქართველოს შენახვა შეუძლია შიდა ქართლის მიწით ჩვენს ქალაქს. ჩემი პოზიცია იქნება ზოგადად არა მარტო რუსეთთან, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური საზღვრები უნდა იყოს ღია, რომელიც ხელშეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. სანამ იქნება დაკეტილი და სანამ ნაჩხუბარ და ესეთ ბუტია სიტუაციაში ვიქნებით, თქვა თუნდაც რუსეთთან ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან, ეს იქნება ძალიან ცუდი. ეკონომიკური საზღვრები პირველ რიგში უნდა იყოს ღია და ამის შემდეგ ყველაფერი უკვე ნათელი იქნება მით უმეტეს შიდა ქართლისთვის.